გოგონების ზეიმი 5 წლისა. ხაიმე, მოგესალმებით, ჩვენს მაყურებლებო, როგორ ხარ, ხალხი, როგორ ხარ? დღეს მეგობრებო, ანეკდოტები ზეიმი გახდა 5 წლის დღესაობილო განაცემა გვაქვს. ასე იქნება განსხვავებული გადაცემა, როგორც ხაშლამა არის განსხვავებული, მეგობრებო, აი ხაშლამის ჭამიჯოს ხო? ხაშლამა თახთახებს და აი ანეკდოტების მოყოლის შემდეგ ეგრე უნდა ითახთახოს და ითანთანოს ხალხმა რა. აი მე რა ენა მაგ ბიჭო, წავედით აბა. აი მე აბა როგორ ვარ? აბა ხო ხარ კარგად? კარგად გილოცავთ პირველ რიგში განაცემის იუბილეს გილოცავთ. კიდე დიდი ხანი ყოფილიყავით მაყურებლის ეკრანებზე და მე ვარ საჩუქრი თქვენთან მოსული რა. გავიდოდი იუბილეა და აი კახური ჩურჩხელა მოგიტანეთ საჩუქრად. რო ეს აღნიშნოთ ეს იუბილე. აი მე ბიჭო კახური ჩურჩხელა ჩამოგიტანეო. კახელი ვარ ბიჭო მე ვერ ჩამოვიტანდი ჩურჩხელას. აი მე ანუ მე ხო კახელი ვარ და მე თვითონ მოვიტანდი მეთქი ჩურჩხელა. აი მე ანუ ვერ მივხვდი ახლა შენა ჯიგარო მე ხო კახელი ვარ და ჩურჩხელა. გადაცვალე ჯიგაში რა. აბა საგდავდებ ჯიგარო? აბა დღეს პირველ ანეკდოტსა მოყვება კახელი კოლორიტი კარგი იუმორისა და მკერდის მატარებელი ქალბატონი ქეთო კედაკოზაშვილი. გამარჯობა ქეთო, აბა ჩაცხე ჯიგაში. მოგესალმებით ყველას, მეც გილოცავთ იუბილეს. აი ძალიან ბევრი წელი ანათეთ ეკრანზე. აი ხა ანეკდოტები. ეხლა მოგიყვებით ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ანეკდოტია. მიხო დაიბარეს დაკითხვაზე სასამართლოში, მოწმეთ რა, მიხო და მოსამართლე ეკითხება მიხოს რა დაინახეთო, აბა მოყევითო. ხო და მიხომ უთხრა რომ დავინახეო რომ ეს ბრალდებულიო. რა. ამ ქალსა მამდაო. ხო და ითხარი მოსამართლემ უთხრა ესე კორექტულად თქვიო და თქვი რომ აუპატიურებდაო. და მიხომ უპასუხა, იცი რა შორიდან რომ დავინახე მეც ეგრე მეგონაო რომ აუპატიურებდაო, მაგრამ ახლოს რომ მივედიო იმენა მდაო. დაო ბიჭო გაიგეჭე. საერთაშორის ეს ანეკდოტი მომიყვართ მამა ჩემის ძმაკაცმა ჩემი 19 წლის იუბილეზე. აი მე 19 წლის გოგოების სიცილით. მოდი მე მოგიყვები ხა შენ ინგლისურ ანეკდოტს რა. ტურისტებს მოუყევი რა, უცხოელ ტურისტებს მოუყევი დაიხოსდნენ სიცილით. ესე იგი the horse calling in circus. ხო და იქიდან ეუბნება what can you doing და ცხენი ეუბნება I am horse and I can speaking მეტი რაღა what can I do რა ამ ცხენი ვარ და ვლაპარაკობ მეტი რაღა უნდა შემესწროს რა. What can I do ბიჭო? აი მე შეტევა. ბიჭო, გამოსული. მე თუ არ დამყობოთ, არ ჩამიგდო, არ დამფრება, არ ჩამიგდო. მოიცა. არა როგორ ხარ? აბა, შემოხედე. ხო კარგად. კარგად ვარსიო. აბა, შე. კარგად ხარ. კარგად. მაგარი გადაცემა გვაქვს. აი მე ეხლა კი გადავდივართ ადამიანთან, მაგარი ჩასახუტებელი ადამიანი. აი მე რა რო იქეიფებს კაცი რა, ეგეთი კაცი. ელგუჯა, ჩაჭი ჯიგაში ჯიგარო. მოკლედ იმერელი, კახელი და სვანი მიდიან სათევზაოთ რა, ცხენის წყალზე მიდიან სათევზაოთ, მართლა ცხენებზე გამახსენდა ამასთან ჰიპოდრომზე ცხენები ჩამოვიდა, გამაგარი ცხენები არის, მართლა იმ დღეს მაგაცემა ვიჭერნავით, ძალიან კარგი იყო და მე კახეთში გადავედი და კახელებზე გამახსენდა. უბრალოდ ისეთ მაგრამ მწვადს აკეთებენ კახელები, რა ეხლა კახეთში წავიდეთ და სამეგობრო ესე იგი ძალიან მაგრა ვიქეიბ და კეიბზე გამახსენდა. მართლა აი აქედან ეხლა აქედან ყველა წავიდეთ, ჩემთან წავიდეთ ყველა რა, იმიტომ რომ სხვა სიტუაცია, სხვა მეგობრობა, სხვა სიყვარულზე გამახსენდა, მართლა ამაც ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა, იმიტომ რომ ერთმანეთი უყვარდათ და დაშორდნენ. ანუ ის სარკე წავიდა, ის სარკე წავიდა. სარკე წასვლაზე გამახსენდა. აქედან სადმე წავიდეთ?
საკეიფო. დავთავრე, შეკარგე ზაღლო ანეკდოტი, ჩავთავრე ბოლოში რომ გინებაზე მოყვები ხა, კარგ ზაღლოზე გამახსენე. ანუ ზაღლი მყავს ესე იგი პოინტერი არის, ესე გაგიზდები ძენი პოინტერი. ყველაფერზე ნადირობს, ნაბულს გაკეთებს, ყველგან ნადირობს. აი არ ვიცი, თაში, ბარში გამახსენე. აუ, ბიჭო, ჩავთავრე, შეკარგე ზაღლო ბოლომდე. აკედა, ბარში რო წავიდეს. ცოტა ლუდი მოუწრუბოთ. ხო და ლუდზე გამახსენე. ლუდზე გააგზელებ ჩვენი კაი კაცი ახლა ანეკდოტა. მადლობა გუჭა ჩაჭი. გადაცვალე. ვიდიჭი გარო. მე მოყვები თუ შეიძლება. შედავე რა მიშლობა. გუჭა. მე მიყვარს ამის ანეკდოტა. აბა ვიდი საჭკე. ჩემს საყვარელ ანეკდოტს მოგიყვებით რა. მაგეთ გლეხი ყანაშია რა. თოხლის. და პაპანაკება მზეა რა. ხო და ჩაივლის დევიდ კოპერფილდი რა. რომელი? ფოკუსნიკი რო. ჩაივლის და იფიქრებსო ახლა გლეხსო მოდი გავაოცებო და მიფრინდება რა და ეუბნება რომ ერთი ღერი სიგარეტი ხო არ გაქვს. გლეხი ამოიღებს და მიცევს ამ ერთხებს. ეს შეულებრივად წამოვა გაუკვირდება რატო არ შეიმჩნიაო და ფეხებს გაიქრობს და ისე მიფრინდება რა. აი რა. და კიდე თხოს ერთი ღერი ხო არ გაგონდა. ის აძლევს ერთ ღერს. გაგიჟდა რომ კიდე ვერ გავაკვირვეო. ხო და და ხელებსაც გაიქრო. ვაიმე. მარტო თავი მიფრინდება რა. აი რა. ხო და ერთი ღერი ხო არ გაგონდა. კაცმა შემოხედა გლეხმა და კიმაკო რა ხო ხედა უწყენსო. აი მე წესო ვიჭო. ჩემი საყვარელი ანეკდოტია. აი მე სულ მეცნიერება ანეკდოტს. სასწაულია მეგობრებო, აიდე დამოვა. ჩაჭიჭი გაში წეხანი შეთან მოვედი და დავაი. მე მოვყვები ერთ ძირძველ ბრაზილიურ ანეკდოტს. აბა? ბრაზილიურ ანეკდოტს მოვყვები. კაცი შედის რიო დე ჟანეიროს სახინკლეში რა. ხო და თუ ძმა ხარო, მიმტანს ეუბნება, თუ ძმა ხარო, 99 ხინკალი მომიტანეულო. მეო შენი ძმა არა ვარო და ბაზარმა 100 აიღეო, მეო შენი დეიდაშვილი ვარო, კაცო, ამან უთხრა, მიმტან. კაი რასამო. მე ხო და მოუტანს ეს 100 ხინკალს და ბოლოს ერთმანეთის მამაშვილი აღმოჩნდებიან ესენი. და იქეიფებენ იქ, გიქვე რესტორანში, იქეიფებენ მანამ სანამ გვერდზე სუფრიდან ამ ტიპის ნამდვილი მამა არ გადმოვა და სანამ არ ეტყვისო მეო ნამდვილი მამა შენი ვარო რა. აი მე. აი მე მამა შენიო ბიჭო. სუდათარი. გადაცემა ხوار ჩამა. აბიჯო. ვაიმე. ხელოვნური სუთქა უნდა. რა შენური? აბა. ვაიმე ხელოვნური სუთქა იქ. არა მე შანსი არ არის. ვაიმე ეს შანსი არა. კარგი ვაგზელებთ გადაცემას. კარგად ხარ? კარგად ვასწი. აბა. ეხლა კი მეგობრებო, კულმინაციას ვახლოვდებით, გადავიდეთ დაჯილდოვებებზე. და ჩვენი შოუს გამარჯვებული გახდა ყველაზე მაგარი ქალი, რომელიც უნიკალურად ყვება ანეკდოტს, ჩვენი კირაკოზაშვილი ქეთო მიულოცოთ მეგობრებო. აი მე დედამოვა. გამარჯვებული გახდა ანეკდოტით, რომელიც მამამისი ძმა მოუყვა. ძმაკაც რომელია იგა? ხო აგოჭივითა. მაგარია. დაში მეგობრებო. დიდი მადლობა. როგორც გამარჯვებული რომ ეს ხარ მოყვეოდი ახლა ჯიგარო? კი, მოგიყვებით ერთ კიდე ჩემს საყვარელ ანეკდოტს, მაგრამ მანამდე მინდა მადლობა გადაუხადო დედას, მამას და მამაჩემის ძმაკაცს. რომელსა? აი იმას ხო აგოჭივითაო. აი მაგას. კაი, ეხლა ვამბობდი. მიხოს და მაროს აქვს სექსი. და მარო ეუბნება აი პროცესის დროს. დამიფყარ მიხო, დამიფყარო. და მიხო ეუბნება. და გალავას ხო არ შემოგარტყამო.
ვაიმე, ცუდად არის მე. აუ, მარიკა, ხალბატონო, ასეთ ანეკდოტებს ხო შეიძლება? ვაიმე. ვაიმე, რაღაც მშველა, ხალხო, რაღაც მშველა. გალავასაო, ბიჭო! ვაიმე. უნდა უწევ, აი დედა. ნელა, დააწევი. ნელა. გალავასაო! მიაწეკი. ვაიმე, ნელა. გავიყვანეთ. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. კარგის გადაჭარბება აეროპორტში. შემდეგი მოგზადით, რომელი ხარ? ეს რა გამო? დადა. 800-ია. თანხის დამატება მოგიწევთ. 800-ია? დიახ. ერთი წამი 800. აი. ფარი ბიში. აუ. სასაკეთო. აბა ეხა ნახეთ. ეხლა ზუსტად არის. კი ბატონო, ამას გრამს მე გადავიდან. კარგი გასახსენებია. უკაცრავად ბოლო ვინ არის? აი რა თქმა გოგო ეს კითხო ხო ხედავ ჩვენ ვართ ბოლო რა დექი რიგში. ხო და ვაგვიანებთ და დავაჩქაროთ, კაი? მე ადრე გამოსულიყავი სახლიდან და არ დავაგვიანებდი. და ჩემოდეს ვინ ჩაალაგებდა შენ? მე სად არის შენი ჩემოდანი? ვაიმე ჩემოდანი? ვაიმე დუტი ფრეში დავჭა. ხო და მე მომიტანე. მოიცა. ოხ ეს ქალები მეგობარო არა? შენ თავს მიხედი ჩემი ძმა რა? ბოდიშიც რა. იქე მომეხმარო. ცია რა, ვისი ჩემოდანია? ჩვენი არა? მე ჩვენ პატარა არ ქონდა ჩემოდანი. ხო და გავიზარდეო უკვე. პატარა იყო და გაიზარდო ბიჭო. ცია ხო გახსოვს რომ 8 კილოგრამზე მეტი თუა თანხას გვახტევინებენ და ეს 8 კილოგრამზე მეტი იქნება. ხო დაწყნარდი არ იქნება. ცია იქნება. ვაიმე დამშვიდი მეთქი ბექა არ იქნება 8 კილოგრამზე მეტი. ცია ჩემი ბიჭო ჩვენ ხალხია და იხურება, იხურებს ხალხი და ცხვილია, მიგინები აქ ხალხში. ცია. იქნება 8 კილოგრამზე მეტი. არ იქნება ბექაი. ცია ჩემ პირისაპირას დააკვირდი შეხედე? 8 კილოგრამზე მეტი იქნება. ხან კაი შეიძლება პლუს მინუს 2 კილოგრამი, მაგრამ არა. პლუს მინუს 2 კილოგრამი, გოგო ძიბინა. აუ მოდი რა, აი ავწონოთ ეხა, მოდი აქ. აბა. მოდი აქ. ავწონოთ და გავიგებ ეხა ყველაფერს. აი აქ. მოიცადე ერთი წამი ავირე. არა. მოიცადე. აჰა. აწონე ვაჟ ბატონო. აწონე. სასწორი წამოიღე? ხო, აბა. გოგო, სასწორი იქნება ერთი 5 კილოგრამი რა კიდე იტალიაში სასწორი. როგორ არ მინდა, რომ წონა არ გამიქცეს. სად უნდა გაგექცეს, გოგო, შენგენის ზონიდან ვერ გავა, იქვე იქნება, იქვე იტრიალებს. აი ეგ ბანძი იუმორი, მოდი აი აქ დატოვე და იქეთ არ წამოიღო, კაი? ხო. ცია, მაჩვენ ერთი რა გაქვს, აბა შევით. აქვე ხერხულია. გადატვირთვის გამო თვითფრინავი თუ ჩამოვარდება, მაგას მირჩევნი აქვე ვნახო და ამოვალაგო რაღაცეები. მაჩვენ. მე რა არის, ჩემი რა უნდა იყოს, მაინც ძირთადად შენი რაღაცეებია ჩალაგებული. აი აქ არის. მაჩვენ აბა რა გაქვს. რავი რა, ისეთი არაფერი. რა არის? უთომო გაქვს? აუ ხო, ბეკ, ვიცი რატო? იმიტომ რომ სადმე რომ გავდივარ ხოლმე სახლიდან, სულ ნერვიულობ უთო ხوار დამჭა ჩართული თქო და უბრალოდ მაქვს რა, განა რამე შეჭირდება. უთო? ხო, შვიდად ვიყო. ნახე ბიჭო. ფენი? ხო. ფენი რა გვინდა იტალიაში, ნომერში არ იქნება ფენი? თან გაფუჭებულია. სულელო, ახალი ხო უნდა ვიყიდო? მერე?
ხო და იმიტომ მაქვს ეს ვაჩვენო რომ აი ზუსტად ესეთი ფენი მინდა თქო. და მეორე გაფუჭებული უთოცის ფენით წამოიღე? ხო, ბეკა რა გჭირს? რა გჭირს? ეს გაფუჭებული რომ აქვს იმისთვის რომ ესე ვაჩვენო. ეს მინდა, ეს კი არა. ეს არ მინდა თქო რომ ვიხრა, მართლა რა გჭირს? ვაა ცია ძალიან ბევრი ბარგია, ფულს გადაგვახტევინებენ, ამისთვის ზედმეტ ფულს გადაგვახტევინებენ. ამი არა უშავს ბეკა, არ შევჭამთ ერთი დღე და მორჩება ყველაფერი. ერთი დღე კი არა, 10 დღე ვერ შევჭამთ ვერაფერს და აქაც ვერ ჩამოყვება ვერაფერი რა. სულელო, შენ არის ეს ძალიან ჭკვიანი ცოლი ყავს? შეხედე რა წამოვიღე. დედა ჩემიც გაკეთებული ტომა, შენ რო გიყვარს სულე? ნახე. ჩემი დედა ვატირე რა არის ეს გოგო რა? რა? გაყინული პიცა მოგაქ? იტალიაში მოგაქ? პიცის ქვეყანაში მოგაქ გაყინული პიცა? ხო ბეკა, ანუ სად ქართული პიცა და სად იტალიური პიცა? აიმე, კიდე კაი ეგ იტალიაში არ თქვი, თორე დაგვარე დეპორტებდნენ ეგრევე რა, ეგ რა ყველაფერი რა. რა არის ეს რა არის? საიმე ბეკა, სუვენირები რა უნდა იყოს? გოგო, სუვენირები იქიდან უნდა ჩამოიტანო, აქედან რატომ მიგაქ? რა გჭირს ადამიანო, გავცვლი. რაში? ძვირფასო მგზავრებო. რეისი თბილისი რომი გაემგზავრება ზუსტად. მოიცა რაო? ვერ გავიგონე, რა ინგლისურად იტყვის ახლა. Dear passengers, the Tbilisi Rome flight will depart at exactly. მოიცა, მაინც ვერ გავიგე ბეკა. ვიც ვერ გავიგე რა უკვე. რა კარგი რა. ცია, მომისმინე? ამოვალ ხა ეს ხარახურა, გეხვეწები. და ისე წავიდით რა. აუ, ბეკა, ხარახურა ამოვალ, ამ ჩემი რაღაცები ამოვალ. მოდი რა, შენი რაღაცები ამოვალ და შენ დატოვე შენი ნივთები, კაი? რა ნივთები მა გოგო, ერთადერთი შორტი წამოვიღე და ისიც შიგნით ჩამაცმევინე, რომ შენი დასაცმელებისთვის უფრო მეტი ადგილი დარჩებოდა. და შარვალი ვაჟ ბატონო? ეგ ერთი ასეს მეიკას გადახსნი და შორტი იქნება. დაიბა, ჩაკეტავ და ისევ შარვალია და შიგნით მაცვე ამოვიხუთე. აუ, მე არ მაინტერესებს რა ყველაფერი მჭირდება რაც მომაქვს, იმიტომ რომ ანუ ჩემ ფოლოვერებს ხო უნდა ვაჩვენო რომ სხვადასხვა ლუკი მაქვს ყოველდღიურად. მომისმენე შენ დასასვენებლად მიდიხარ ცია. დაიკიდე ეგ ფოლოვერები, გეხვეწები და იყავი ბედნიერი. ხო შეიძლება ცოტა დასვენებისგან ბედნიერი იყავი. ბიჭო, იმ ბედნიერების დედავატირე მარტო ქმარი რომ ხედავს. ანუ ფოლოვერებს არ უნდა ვანახო, რა ბედნიერი ვარ? ხო იცი რომ 4 დღით მივდივართ. ხო, მე ხარა დაინახე ისე. ეს რა არის? 5 წყვილი ფეხსაცმელი რატომ მოგაქ? ანუ იმიტომ რომ მჭირდება. ანუ ერთ დღეს შავიცვამ ერთ ფეხსაცმელს, მეორე დღეს მეორე ფეხსაცმელს, მესამე დღეს მესამე ფეხსაცმელს, მეოთხე დღეს მეოთხე ფეხსაცმელს. მეხუთე? მეხუთე ფეხსაცმელს ჩავიცვამ მეხუთე დღის პირველ დღეს. მოიცა დავიბენი ერთი წამით რა, რომელ დღეს იცვამ. აუ მოიცა მეც რო დავიბენი, მაგიტომაც ჩავდე 5 ფეხსაცმელი რა. აუ კაი ბეკა, ხა ტყუილად დუდღუნე, კარგი? რას დუდღუნე, გოგო, ბევრს გადაგვახტევინებენ. არა უშავს, მე საერთოდ არ არის პრობლემა. ბევრს გადაგვახტევინებენ. ნუ წამომეღო მეც მაშინ რაღაცეები რა. მოდი ახლა ვნახავ მე აქ შენ რა გაქვს ჩალაგებული? აბა ნახე. ხო, აი ხო ვნახავ ყველაფერს. ნახე. აჰა, წინდა ტრუსები. ორი წყვილიდან. და დეოდორანტი. მომინდომა ბიჭმა. მეტი იქნება რა თქმა უნდა, გადაწყვეტი. დეოდორანტი რა შვაშია? მოდი ახლა დავცლი ამას. რას დაცლი მომეცი, აგერ გოგო ერთი წამით, რას დაცლი, რას? დავცალოთ და ნაკლები წონა გვიჩვენოს. ამოვავაგოთ, ხვეწები რა. რამდენი გოგო, ჩემ სოლად რო მოგიყვანე, სახში არ მოგიტანია მართლა რა არის? აუ ბეკა, მართლა ყველაფერი მჭირდება, მეთქი გეუბნები მე შენ. და რაღაცა მოვიფიქრე, ახლა რა შეიძლება რომ დავტოვოთ? მოვიფიქრე, მაგრამ მარტო ვერ წავალ დასასვენებლად. აუ ბეკა, მეორედ გეუბნები უკვე, აი ეგ ბანძი იუმორი რომ დატოვო, -500 გრამით წავალთ, კაი? ხო. ისე მე მომაფიქრდა. წამოდი გამომყევი ერთი. სად? მოდია გამომყევი ვაჟ ბატონო, შემაყვევინე ჯერ. სად და განახებ სადაც რა. დავტოვოთ უნდა წამოდი, გამომყევი ხო, მოვიფიქრე რაღაცა. ისე მე ძალიან ჭკვიანი წამი ხო არ ყავს ვინმე. წადი.
მოდი. აი აქ დადი, აწონე მიდი. გამარჯობა. 7 და 900. თქვენ ხშირად გზავრთ ევროპაში, ხო? კი, საიდან მივხვდით? აშკარად წართმეული გაქვთ ქართველობა. ცია. გათუნდი მე ხალხი აქ. თავისუფალი ვარ? კი. მადლობა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45. გამომწვევი გამყიდველი დრაივზე. 7 საათიდან ამ დრაივზე ვარ, მაგარი გოგო მუშაობს, ბიჭო, აი რა. გას მიხსნი ბიჭო, ვიცი ჩემ კორპუსში ცხოვრობს, ჩემს დაბლა რა, ჩემი მეზობელი. ეს გოგო შენი მეზობელია, ბიჭო? ხო, ჩემი მეზობელია. მე აქ რა გინა, რა საბიჯაობს, წვათი სახში. არა, ბიჭო, ხო იცი სამეზობლოში ვაფშე სხვა არა, ვაფშე სხვა მუღამი აქვს რა. აქ იმენა რაღაცა პატარა ფანჯარაში გულივით რო გადმოდგება, ვაფშე სხვა მუღამი, ვაფშე სხვანაირი. სამეზობლოში იმენა რაღაცა ესე. არა, იგიც მართალია არის. აქ იმენა სხვანაირია რა. არის. ოპა, ერთი წავით მივა რა. რიგი დაიკავე, ზომბას გავიწ. კაი, რა რიგი სანთებელა მინდა უბრალოდ ერთი წავით გას. აი, გავაჭ. გამარჯობა. სანთებელა გააქვთ? სანთებელო მაქვს. 5 ლარი. 5 ლარი? აჰა, 5 ლარი. იცით რა მაინტერესებს? აი თქვენ რა პროდუქციად გაქვთ? ეხა იმ დრაივთან შედარებით, ანუ თქვენთან არის ორმაგი ფასები. და ხალხი მაინც თქვენთან არის და რატო ანუ რიგები მაინც აქ არის და მივხვდი რასაც მეკითხებით. ეს მარკეტინგული საიდუმლოა და გაუთქმელობის ფიცი მაქვს დადებული, ვერ გეტყვი. თქვენ მხოლოდ სანთებელა გინდათ? კი. აუ ეს ფისოა? მარტო სანთებელა გინდათ? არა, ყავას ასწავლებ. ძიავს. აუ შენ რა კაი ბიჭი ყოფილ ხარ? ეს გამიკეთეთ ორმაგი. აი ორმაგი კი. ესა წყალს ასწავლებ. წყალიც გინდა? წყალიც მინდა. აუ შენ რაღაცა კუნთები გაქვს ხო ისეთი რაღაცა? ხუთით მოვიცი წყალი, კი, ხუთით წავიდე. ხუთით, ანუ კუნთები რო გაქვს ხუთით. ჩაგილაგოთ. კი, ცივი წყალი. კი, ცივი წყალი. კიდე ხო არაფერი გინდა? ენერგეტიკულიც მომეცით. დავი ნამწყალი კიდე. შევ მეკარი, კი, წყალი. აი ლომი ხარ რა, ლომი. კარგი, 569 ლარი უნდა გადაიხადოთ. 569? არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა. აი ამას დაადეთ. ჰოპ. ისა მე ყველაფერი არ შემიძენია და რიგში დავდგები და კიდე გინდა? კი, რა თქმა უნდა. ძალიან კაი ბიჭი ხარ შენ. თქვენს. მადლობა. მარტო სანთებელა რა? კი, სანთებელა რა. გამარჯობა. შეიძლება ამ ფანჯარაში რო თავი შემოყო? ვერ გავიგე? თავი რატო უნდა შემოყო? თუ რომ გინდა მითხარი და მოგეწოდებ. იცით რა შესაქმე, ანუ ორი თვეა აქ დავდივარ და მხოლოდ 3-4-ს გიცნობ და აი თავი რო შემოყო და მთლიანად რო გაგიცნოთ აი. არა, არ შეიძლება. არა. კაი, მაშინ ერთი ყავა გამიკეთე. კაი, ყავას გაგიკეთებ, მაგრამ მე-4 ჭიქას ვამ უკვე დღეს. და გულმა არ დაგარტყეს ბიჭო. აჰა, მოდი გავრისკოთ იმას მე-5-ს. კარგი. ან ჯემზე ზრუნავს მე-4 ჭიქა და გულმა არ დაგარტყას რა. ცოტას 1-2 ჭიქაც და კერა. ბიჭებო, აქეთ არ არის რიგი და გადმობძანდით. ბატონო? აქეთ არ არის რიგი, გადმობძანდით. მაგერა მართლა პროდუქტის ყიდვა კი არ მინდა, სად გადმოვიდე? კი არ გშია, გოგო. კი არ გსყურია, რა მინდა, მაგით გადმოვიდე. გადმოდი, ვაჭრო თუ იყიდე. რა არის ბიჭო, ჰა? რა ხდება ბიჭო, რა არის თუ მითხარი სიმონ? არაფერი, როგორ სამუნას ხო არ აწუხებ სიმონ, ჰა? არ ვაწუხებ. მოიცით რა მოგივათ ბიჭო, პატიოსანი გოგოა თავისთვის შომობს ბიჭო. ჰა, თქო ბიჭო, რა გაპირებს, რა გინდა ჩვენ თქვი ვარ. გამარჯობა. როგორ ხარ სექსო? აი. ერთი მინერალური წყალი მომე რა.
თუ არა მინგაწუხებ შენ არა ჩაბურულ სკოდაზე სასურველო ადამიანს არავინ არ მოწუხებს არა ხო მაშინ ერთი სურვილი რო შემისულო ვან გოგის მზესუმზირებზე უფრო გენიალურო ყავების სირინოზო ერთი ენერგეტიკული რომ სიმო უფრო რომ უიხოდო რა ხო ხდება აუ კომპლიმენტებისთვის ძალიან დიდი მადლობა მაგრამ აღარ მაქვს ენერგეტიკული სამწუხაროდ ამ გოგონას ექნება მეორე გვერდით დრაივში კაი მალე გნახავს გამარჯობა მობრძანდით გამარჯობა ვან გოგის მზესუმზირებზე ერთი ენერგეტიკული მომენტი ასი კი ბატონო ახლავე ინებეთ გემრიელად მიირთვით რამდენი უნდა სიმონ 4:50 აი აქ დიდი მადლობა კიდევ გვეწიეთ განგელით ბიჭო ნარავია რადია ვინ არის გამარჯობა გამარჯობა ბატონობასო რა ხდება რა არის ვერ გავი იქამდე ხამხელარი რატო არ და აქ რატო არავინ არ ფსარგილობს რა არის ვერ გავი ყველაფერი რაც მოვიტანე გუში ყველაფერი თაროზია იქ კიდე გაყიდა იმ ყველაფერი რა პრობლემაა რა არის ამის რა ვიცი ბატონობასო ყველას ვუღიმი ვუცინი მობრძანდით მეთქი რომ მიდიან ახლა ვერ უცინი და რაღაც ებხვირი არა ბატონო გაუღიმე კლიენტს რაღაცა გაყიდო რაღაცა ავა ფული გამოვიტანე ბანკიდან რომ რაღაცა გამეკეთებია და იმან გაყიდა ყველაფერი და არ ვიცი რა გითხრა აბა რა არის ვითომ ეხა მარკეტინგული ხრიკი არა მე ვითომ აბა შეამოწმეთ ბატონობასო იქნებ გამოვასწორო წარმატებები გამარჯობა მეგობრებო გამარჯობა სოც გამოკითხვას ვატარებ უბრალოდ და კი ბატონო გისმენთ მაინტერესებს უბრალოდ აი ამ ხელარიგი რატო არის აქეთ ასე თქვა დახთან და იქით არაფერი იმიტომ რომ პროდუქცია ერთი და იგივეა ყავაც ერთნაირია ანუ პროდუქტი არის აი ერთ-ერთი იგივე და აქ რატო არის ამ ხელარიგი სულ აქ ხარ და აი უყურებ რომ ფაქტურად დააცარიელოთ უკვე ეს მაღაზია და იქით არ ყიდულობ და რატო მიზეზია აქ უფრო კარგია აქეთ გვირჩევნია ხო და რა გირჩევნეთ ანუ კარგი რა რითია კარგი ანუ რავი უკეთესია აქ ხო რა უკეთესი რითია უკეთესი აი მაგალითად რატო არ იყიდე რა გამოასწოროს იქით ამ მაღაზიამ და აი შეხედეთ და მიხვდებით ბიზნესს გამარჯობა კარგია გამარჯობა კარგია ბევრად გასაგებია კი ბატონო გასაგებია რაო ბატონობასო ჩაატარეთ მარკეტინგული კვლევა რაო რა მიზეზებიაო გამოვასწორე მარკეტინგული კვლევა მაგას არ უშველის აბა რა უშველის პლასტიკური ქირურგია საჭირო სასწრაფოდ პატიცემლობასო მე ვერ მიგიხვდით მაგრამ მე ხვალინდელი დღის იმედს არ კარგავ და ვიცი რომ ვაჭრობა მოიმატებს ხვალინდელი დღის იმედი გაჩერდი არა დღეს თუ რა ხვალინდელი გამორიცხე რაღაცა ჩავერიო და რაღაცა ყავა გნებავთ კი ნებავს ყავა გაგიკეთებთ არა არ მინდა რატო იქით დავრევ გნებავს მე ყავა თუ შეიძლება აქ რიგია უკაცრავ ორი შაქრით არა ბიჭო კიდე აქ ხა გამრავდი თუ რა ხდება სიმონ გამოდი აქეთ ბიჭო რა არის არა ყავა დავისხი უბრალოდ რა აუნდა ბიჭო ისმე მამა შენი და დედა შენი ტერორისტები არიან არა აბა ესეთი ბომბიქალი როგორ შექმნეს ისე მეცნიერები ცდებიან რომ იძახიან რომ ორი მზე არ არსებობს აბა არსებობს ორი მზე ოიც აბა მოღრუბლულში რომ ზეანათებ შენი დამსახურება არ არის აი რა ამ ესეთი შოკოლადი მომეჩი კაი ქარს დაევასოს რა შოკოლადი აი ნარი ბიჭო ადი ბიჭო რა გინდა აი ეს 4-20-იანი შოკოლადი შეეჩემო ანგელას ო ძალიან დიდი მადლობა რა მადლობა გენაცვალე აქ ვარ 24 საათის ბიჭო რა გინდა აუ ეს ტიპი ყოველდღე 10 კილომეტრს გადის ფეხით რომ აქამდე მოვიდეს რომ კომპლიმენტები მითხრას საყვარელია ხო ათი აქედან 10 მერე იქეთ წყალს ავიღებ თქვენ თან წყალი რომ მცეთ წყალი დიახ წყალი დიდი მადლობა
ახლა მომხედე შენ. დიახ, ბატონო ვასო. სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა. კი, თანახმავარ, აბა როგორ? ესე იგი. რაღაცა უნდა ვქნათ. ვაიმე, მაშინ გამიკეთეთ პლასტიკური ოპერაცია, იქნებ ამოვყიდო ეს ყავები. მეტი არ მაქვს საქმე პლასტიკური ოპერაცია გაიგეთო. შენ წინ ვინც იყო მოწული გაუკეთე იმას მე პლასტიკური ოპერაცია. კერდის გაუდიდე, ტუჩების გაუდიდე, წარმების გაუკეთე. და დაკრა ბეგი და გათხოვდა. დატო ტელეპროდუქცია. კარგით ბატონო ვასო, არ ინერვიულოთ, ზუსტად ვიცი რომ ხვალინდელი დღე ძალიან კარგი გათენდება. მე ამისთვის მზად ვარ. ბერდი გადავალიგით. თვალს წყალს დავალევია. წყალი ჩვენც გვაქვს ბატონო ვასო, ინებეთ. იქ უფრო ანკარა წყალია. აუ დამეხმარეთ რა. ახლა არ არის პრობლემა. ბიჭო დახმარება უნდა. ერთი წამი. მე დაგეხმარება. მე ვერ დავეხმარება. ამბობ, აი მე აღარ მჭირდება, შევაერთე უკვე. შეერთება მინდოდა. ხო, გამოერთება. თუ დაგჭირდეს, აგირვათ არ არის პრობლემა. კაი. შეერთება წავიდან თუ. შენ ბიჭო. ივალ რა მოდიში რა. მოიცა სად მიდას ერთი წამი ჩემის მე პატრონე ვარ ამ დრაივის მე პატრონე ვარ გამარჯობა ბატონო ბექა გამარჯობა თამუნა აბა რა ხდება რა მდგომარეობა იცით რა ცუდი დღე არ იყო ნორმალურად ვიბაჭრეთ მაგრამ 300 ლარით ნაკლები გვაქვს დღეს ნავაჭრი 300 ლარით ნაკლები ხო ვიცი რატო იმიტომ რომ ცოტა ბევრი მაცვია დღეს რატო გაციებული ვარ და ხოლოდ დეკოლტე ვაცვია დღეს მაშინ დღეს თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე და ჩაები მიაყარე ლინიანი ჩაი და ხვალ ბიკინით გამოხორე 300 ლარი ამოვიღოთ ხო ანუ ხვალ ბიკინით დავდგე ბიკინით ხო ხვალ ბიკინით გელოდები ისე ნავაჭრი რომ მომცე აი ეს ნავაჭრი გამომართვით და ხვალ ბიკინით ანუ ხვალ ბიკინით ხო ბოდი ხვალ ბიკინით უნდა აი წავედი მარტილიდან რბიდან ვაქავარ შვიძი აქ ვიქნა ბოდიში ერთ ხო ჩემო ცხოვრება კი ისა ავიღე ნავაჭრი ავიღე და გამოვედი არ შემიხედავს შენ თავს ვიცავ დაგენ რატომ მეჩხუბები ახლა არ შემიხედავს შენი თავი მომიკვდეს ვაფშე საერთოდ არ გამიხედია იქეთ ესა ბოდიში უკაცრავად რიქს დავიკავებ ჩემ მაღაზიასთან გადავალ დიახ ბატონო ვასო ისა რა ქვია ხვალედელ ისვენებს რატო დასვენების დღე რომ არ არის არის გამოვაცხადე მე გამოვაცხადე მე ხედავ ხვალ ბიკინის დღე არის ბიკინის დღე შეფაქტოდ მიმოვა შენთან არა რამა ისა რა ქვია დასაფენი ხვალ აქვს მაინც კი როგორ არ გვაქვს აი ბატონო ვასო წავიდე წადი შენ წადი ტყუილა ხარ მაინც წადი ხვალ პირველი ხარ შენ მეორე მე ვიქნები რით რომელზე ვიხსნებიო რატო ხა როაზე 1-2 საათი გინიკი მეყოფა იცი გიაც იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45 ბომონდი ფუფუნალა დაჭრას მოგძანდით რა. აი აქ მოვათავთ დროებით და მე აუცილებლად გადავხილ. ხილა ძალიან გთხოვ. გუშინიათ ბატონო ბომონდი. ხმადის უთქეთ რა. ხმადის უთქეთ. წამომაწვინე. ვაიმე წამომაწვინე. დადეთ უცვლად მოთავსდით. ვაიმე. რა ხდება ერთად მიმიშ პაციენტთან შეიძლება. ხმადის უთქეთ. რა ხდება? ექიმო გთხოვთ გადამარჩინოთ. საქართველო კარგავს თანამედროვე ქართველ დოლჩე გაბანას ბომონდი ფუფუნავა დაჭრეს დაჭრეს ერთი წუთით ნახეთ ეხლა რასაც ხედავ აქ არაფერი ისეთი პრობლემა არ არის უბრალოდ კოქტეილის ქოლგით ხარ დაჭრილი დიახში გულში დამარტყეს კოქტეილის ქოლგა არა მაგრამ იცით რა არის დამშვიდი დაჭრილსაც ვერ დავარქმევ იმიტომ რომ ეს არის ხელი არ მოგიდო ძალიან გთხოვთ ხელი არ მოგიდო ხო მაგრამ ნახეთ ბატონო ბომონდი და ნაკაწრია ეს უბრალოდ ეს დამუშავდება ამოვიღებ და ყველაფერი კარგად არა უბრალოდ ერთი წუთი ეს რო ამოაზროთ თქვენ ეხლა ეს რო ამოაზროთ მე სისხლზენა არ დავეცლად არა ნახე დამშვიდით არანაირი სისხლდენა ნაკაწრია დამუშავდება და მორჩახა ზედაპირულად რასაც ვაკვირდებით არაფერი გართულება აქ არ არის ექიმო ხავე აგიხსნით რა ხდებოდა რა ხელჩართული ბრძოლა იყო და ერთ-ერთმა ნაძირალამ ამოიღო ეს კოქტეილი ჩხირი და შიგულში
ჩანხარა. კარგი, დაწყეთ. ნახეთ, თქვენ თუ სისხლდენის გეშინიათ მაინც და მაინც. ჩვენ კლინიკაში გადასხმაც ხდება, გადაგისხავთ სისხლს, არც ეგ არ არის პრობლემა. იცით რა არის ბომონდი ფუფუნაოს ჩვეულებრივი სისხლი არა აქვს. ჩემ ძარღვებში ცისფერიც არა, უფრო როგორ იცი, ორანჟოვი სისხლი ჩქებს. მე მაგალითად აი როგორ მივიტყოდ, იცი, უფრო პრემიუმ ხარისხის, იცი, უფრო ნანო. ნახეთ, ყველა ჯგუფის სისხლი გვაქვს, აბსოლუტურად ყველანაირი. მოგარგებთ რაღაცნაირად და მშვიდად. მიშურეთ რა ძალიან აღელებული ვარ, აი ძალიან აღელებული და არ ვიცი. მაგათ ქალბატონო ნახე, მაგათ სადაც დავიჭერ, თავებს ყველას დავტეხ. კარგი, დაწყეთ, მოკლედ რამდენიმე წუთში გაგიყვანთ და რაც საჭირო იქნება ყველანაირად, ნუ ნაკაწრი იქნება თუ რაღაც დამუშავდება. არა, უბრალოდ ძალიან მტკივა რა, არ ვიცი, ძალიან მტკივა. აი ვატყობ რომ გულზე არის მიჭერილი. დამშვიდით არ ინერვო და მე გავალ და მე გავალეშვალე. ეგრევე გამოვარდით. დამჭრეს. ხილად. დაიმე რას ამბობ? სად როგორ ვინ ბომონდიკო? აი შეხედე გულში მაგ პირდაპირ ჩარჭობილი. პირდაპირ გულში ჩამარჭო კოქტეილი ჭხილი. ძალიან მტკივა გოგოებო მიშორად იქნება გადავრჩი არ ვიცი. აი მე დაწყნარდი რაღაც. ჩემი სხეული როცა მოვკვდები დაწვით და გრალბახთან მიმოფანტეთ. აი მე ალბათ კვდები გრალი ვთქვი ხო? არა უშავს ბომონდიკო. ისა მე მგონია რომ რაღაცას ბოდიაო. ასათიანის პადიუმში ვაი მოკვდები ებს. აი მოიციკო რა დროს. იქ მიმოფანტეთ ჩემი ფერფლი. ვაი მე 1000 სულელეს ლაპარიკო. ვაი მე შინა ისა დები ხახო. აი გეხვეწები ბომონდიკო დაწყნარდი ახლა მე საერთოდ იცი რა მგონია იქნებ არ ხარ დაჭრილი და უბრალოდ კოქტეილის ქოლგა ამოგივიდა. ეს ლაპარაკობს ეს როგორ ამომივიდა რაც ქვია ამომივიდა როგორ ამომივიდა მე რა ვიცი ახლა იმდენი კოქტეილი გაქვს დალეული რომ იქნებ რაღაცა უკუკავშირი მოხდა არა გეხვეწები ვიღაცა რეგვენი აღნიშნა და თავის დაბადების დღეს ნუ ტანმორჩილე ვიღაც პირუტყვის ხო და მეთქი მეც გილოცავ მეთქი რა დაბადების დღეს მეთქი ეს ტორტი ხო შემოიტანეს სანთლებიანი ტორტი შემოიტანეს ესე მიიტანეს და მეთქი მეც გილოცავ დაბადების დღეს ბომონდი ფუნავა მეთქი ეს ფუნავა როთქი სანთლები ჩაქრა შენო ვის ჩაუქრე სანთლებიო ატყდა ერთი ამავი და აიღო და პირდაპირ ჩამარჭვა მოიცა როგორ ჩემი დიდი ბაბუ ამბობდა ბომონდი გახსოვდეს კაცი მაშინ ხარ კაცური თუ კაცი რა ბომონდი როგორ თქვა ბაბუ მაშინ ხარ კაცი კაცური თუ ვერ გავიგეთ ანუ რა ვერ გავიგეთ სული დალიანა მეც ვერ გავიგე რა სამობდა მაგროს რაც დავიმახსოვრე ეგ იყო აი მე კარგი და ბომონდიკო გამარჯობა გამარჯობა კი ბატონო მობრძანდით მორი გექიმალ შემოვა და გნახავ ძალიან ნაცნობი სახე გაქვს თქვენ ძმა ხო არა ყავთ მოკლედ რა დაემართა პაციენტს რომ მითხრათ ჩავიწერ იქნება გადამარჩინოთ რა ექიმო რა მითხრათ აი დაჭრეს აი დამჭრეს აი კოქტეილის ქოლ გაიღეს და პირდაპირ ჩამარჭვა აი ნახეთ შეხება სახელი გვარი თქვენ ჩემი სახელი ბომონდი ფუფუნავა ქართველი დოლჩე გაბანა მიეწერა. არა, უკაცრავად პირადობაშიც ესე ხარ ბომონდი ფუფუნავა? აუცილებელია პირადობაში როგორც ვარ ისე. ზუსტად ისე მითხარით, როგორც პირადობაში ხარ, თუნდაც ჩავთვალე. მოდით რა, იცით, მოდი იყოს როგორც ბომონდი ფუფუნავა. არა, ზუსტად ისე მითხარით, როგორც პირადობაში ხართ, ეგრე უნდა შევახსო ანკეტა. ტარია შვანგირაძე. კარგი, ბატონო, ტარია. გასაგები. ძალიან ხო და კი მოიქრება რამანაირად ამომაცალოთ რა. არა, არ ინერვიულობთ, კარგად მოგხედავენ ჩვენთან კლინიკაში აუცილებლად. თქვენ როგორი კლინიკა გაქვთ? ანუ ბომონდი ფუფუნავა ჩვეულებრივი კლინიკა არ შეეფერება. ანუ ჯაკუზი გაქვთ? სოლარიუმი გაქვთ? მასაჟი თუ გაქვთ და ალექსანდრეთის ლაზერი. ჩვენ თორე სხვანაირი ანუ სწორ მისამართება რომ სულიეგ მაინტერესებს.
არაფერზე არ ინერვილოთ, ჩვენ კლინიკაში კარგი განმსახურებია. ბიორევიტალიზაციაც გააქვთ. ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს, რაც პაციენტს ესაჭიროება, ბატონო. ანუ გააქვთ, ესე იგი სწორად მოვედი. დიახ, არ ინერვილოთ, შემოხედეთ. იქნება ჩემი ტანჯული. სული გადაარჩინოთ და ქიმო ძალიან გთხოვთ. აი აბა როგორ არის პაციენტი? ქიმო ძალიან ცუდად. დამშვიდი დაწყნარდი ცოტა. ძალიან თქო იქნება მიშველოთ რა ძალიან თქო. არა რატო გართულდა? ძალიან ცუდად. გულის გადანერგვა მესაჭიროება ექიმო. არა ერთი წუთით რა. გულის გადანერგვა დონორი იშოვეთ უკვე ექიმო. არა ერთი წუთით დამშვიდი ნახეთ თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ გულის გადანერგვა, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ნაკაწრი. არ გჭირდებათ. არა ექიმო უფიცით რა არის ძალიან მატკინეს გული უკვე და ამ გული ცხოვრება მე აღარ შემიძლია ექიმო. მე როგორ გავაკეთო გული გადამინერგეთ. მაშინ კარგი იცით რა შეიძლება რომ გავიყვანოთ, გაგიყვანთ, ვნახავთ რა დონეზეა ჭრილობა, მოგაწესრიგებთ, ნაკერი თუ იქნება დასადები დაგადებთ ნაკერს და ასე შემდეგ. გული მართლა უბრალოდ მეტია. დამადოთ, ავთანდეს დაურეკეთ. ავთანდილი კარგ ავერლოკის ნაკერს. საოპერაციაში გადავიყვანოთ რა თუ შეიძლება. აუცილებლად ვიხედოთ. სხვა პაციენტ შემოვიყვან, მე თუ განთავისუფლებ. კი ბატონო რა. ხმადის სუნთქეთ, ნახეთ, ხმადის სუნთქეთ. მოდი ამოგაცლით ამას რა. არაფერი არ მოგიდოთ ძალიან გთხოვთ რა. არა, არანაირი პრობლემა არ არის. ხდება თვითონ პაციენტი ამბობს. გულში როგორ ჩამარჭვა. ეს მოდი. დავწევი. კი. აი ეგ. შენ აქ რა გინდა? შენ აქ როგორ გაბედეს შემოსვლა? შედეგენერატო. მე კი არა, შენ რა გინდა? ბოლო-ბოლო რას გადამეკიდე, ბიჭო, მანდა მაინც რა გინდა? ხო არ მოგხკლავ, არა შენ მეშვი რა. რა გინდა? შენ ვირმეში ხო არ გეშლები რა? ეს ძალიან მაინტერესებს. არ შეიძლება. ვირმეში ხო არ გეშლები? შენ რა გონია რა? შენ ვირმეში შენ ხო არ დაგავიწყდა მე ვინა ვარ რა? აჩნარდი ეხა შენ და თავი დამანებე მე. გეუბნები შენ მე როგორ მაკადეროეს აიღე და სიგულში ჩამარჭვე ბიჭო. გეუბნები ეხ ხონდა მონაგონი იქნება ეხა თავი დამანებე. შენ მე ვინგონი ვარ ბიჭო, პომონდი ვარ. პუპუნალა. შენ ბიჭო რამე არ შენ შენ ისი საერთოდ ვის ელაპარაკები? ვინ ახარ ხო? ისი ვის ელაპარაკები? ვინ ახარ? დამშვიდი. დეფილევარ ცავა. გამოდი აბა ერთი. არა გამოდი. მაგ ქოლგას გაჩვენებ შენ სად გაგიკეთებ და რა რა ხდება? ვიშალე. ერთი რამბა რა ხდება და ნაოდა კალავას ყواشე მოვარტყავა. აი მე ერთი წუთი დასაწვენია რა. დასაწვენია პაციენტი რა. აბა მოვატრიალოთ. ნაოდა გადმოიღო. კალავას ყواشე აი მართლა დასაწვენია. რატომ მოეპადი? იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.